აკმტიცებს ადამიანს წმენაში და იმის ხსოვნა, რომ შენი მიზანი არ იღმერთი სხვა არაფერი. მამაო თავიდან მართვაში ადვილად ვძლებდი ხოლმე გემოთ მოყვარებას, მაგრამ ამ ბოლოს როდესაც საკვებს ვიღებ, თითქოს უფალს ვშორდები. რაღაც შინაგანი გასნა მაქვს, რომ თითქოს უფალი მიშლის. ისევ ჭამრომ, თითქოს ჩემ თავს გარშემო მყოფებს ვუმალავ. და ვერ პოულობ ძალას ეს საკითხი სწორად დავინახო. მცირედ მოწმენობაში ვარდები. როგორ ვერ ბრძოლო ამ ნებას? შენ რა გითხარი, შიოდა და გამახსენე ახლა. ჭამე კაცო რა. ჭამე რა. ეხლა ისე ერის ადამიანს ევალება ისი არ ჭამოს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით სულად არ გახდეს. ლუასა ფათქარიზესავით იმდენი კალმახი რო ჭამა მოკვდა. ანუ ერის კაცები, მოდი რა, ხილში მოვართ და აუ რაღაც მარილი არ მოვაყარო და გებრიელი არ ყო. მამაო საჭმელს ჭამდა გებრიელია თმეუნება, შვილო რა ვქნა პამიდორი რო გააკეთა, მე პამიდორი გებრიელია და რა ვქნა. ატამი გებრიელია, ჩემბრალია კაცო. უფალმა ესე შექმნა. დაუბედურებაა ეს კაცო რა გჭირდა. კიდევ უფრო მომშვიდა. ამლაპარაკი. იმდენი ენერგია გახდა. ჭამეთ. ოღონ სამედიცინო თვალსაზრისით ნუ ჩაიდეთ სოდვას, ანუ მივიხდები ძალიან ღორმოცელები, როცა ხშია, ჭამე ზომიერად, როცა აღარ ხშია, რო შემოიტანენ გემრიელ ნამცხვარს, ხო აღარ ხშია, რაღაცაჭა. მე დააკვირდი რომ, ესე იგი, ზოგი ჭამს 3 ჯერ, ზოგი 2 ჯერ. ზოგი ნუ 4 ჯერ და ზოგი ჭამს 27 ჯერ და ნუ ჭამ 27 ჯერ რა. გამოყოფილი დრო ქონდეს ჭამისა. ჭამის წინ ილოცე, ჭამის შემდეგ მადლიერება გამოხატე ილოცე. მარხვაში იმარხულე. მარხვაში ნუ გააკეთე ფეირვერკებს. თუ სტომარი მოგება, გებრიელი გაუკეთე, თუ მიხვალ დაპატიჟებენ ჭამე, მაგრამ შენ თვითონ შენი თავისათვის რაღაც საოცრებას ნუ გააკეთე. ზომიერება დაიცავ. როცა აქშია ჭამე, როცა აქშია არ ჭამე. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ესე ვაკეთებთ. როცა არ ხშია, როცა ხშია, მაინც ჭამთ ხოლმე. მამაო, გარდა იმისა, რომ ხიბლის